სალამი მეგობრებო, ალბათ უკვე ნახეთ ჩემი ახალი ინტრო. შეაფასეთ ის როგორია კომენტარებში. ახლა კი გადავიდეთ თვითონ ვიდეოზე. პირველი ხრიკი არის 3 ასანთის კოლოფზე. აქედან 2 არის ცარიელი, ხოლო მესამე კი სავსე. დავუკვირდეთ მესამე სავსეს. სად არის აბა სავსე? ყველა ფიქრობს რომ აქ, მაგრამ არა. ის არის ცარიელი. ახლა კი ამ ხრიკის ახსნა. როგორ ხდება ეს ყველაფერი? თავიდანვე ყველა არის ცარიელი. მაგრამ რომ ისმოდეს ხმა ვითომ მასში არის ასანთები, ამით ჩვენ დაგჭირდება ეს რეზინა და მას უნდა დავმაგროთ სავსე ასანთის კოლოფი. და როდესაც ავიღებთ აი ამას და ხელს აი ასე ვიზამთ, მაყურებელი გაიგონებს ხმას, ხოლო დანარჩენი კი მეორე ცარიელი ხელით უნდა შევამოწმოთ. ხოლო რომელიც უნდა იფიქროს მაყურებელმა რომ სავსეა აი ამ ხელით. ახლა კი გადავიდეთ მეორე ხრიკზე. ისევ ასანთის კოლოფი. გადავატრიალოთ ის და დავუკვირდეთ კარგად. დავუკვირდეთ აი ამ ნაწილს. ის მისით შედის და გამოდის. არ გეგონოთ რომ ამ თითით წევდე აი ასე მიჭირებს. ისო გამოვიდეთ. გამოდის თავისით. ისევ ამ თითებს რომ კიდევ ერთხელ. კარგი. ეხლა ცოტა სხვანაირი დავუკვირდეთ. შევწევთ, გამოდის. შევწევთ, გამოდის. ახლა კი როგორ გეთდება ეს ხრიკი? ამს დაგჭირდება პატარა მომზადება. და ეს მომზადება არის ეს. ჩვენ დაწყებამდე უნდა გავხვრიტოთ ასანთის კოლოფი და ჩავდოთ შიგნით ასანთის ღერი. როცა მას ასე ვანახებთ, ის არ გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს უნდა დავფაროთ აი ასე თითით და თუ საშუალებაა დავატრიალოთ, რათა უფრო დამაჯერებელი იყოს. შემდეგ მას ვატრიალებთ და რას ვაკეთებთ? როდესაც ვატრიალებთ, აი, ვიჭერავს აი ასე და ესეთ გვიდევს ამას. და რას ვაკეთებთ? ამ თითს ვაჭერთ აი ასე და გაგვაქვს გარეთ. შემდეგ ამას ჩვენ თვითონ შემოვწევთ უკვე და ამ თითს გავუწევთ. მე მგონი არ არის და მეორენაირად. შეგვიძლია გავაკეთოთ აი ასე, შევატრიალოთ, ანუ ასე. და როცა გამოწევთ ამას, ამ თითს შევწევთ, ანუ გვიჭირავს ასე და როცა გამოვწევთ, ეს გამოდის. შევწევთ, გამოწევთ. ეს კი მესამე ხრიკი. გვაქვს ჩვეულებრივი თეთრიანი და ასანთის კოლოფი. და ვაკეთებთ 20 თეთრიანს. მიგიხედავთ. ვდებთ მას აი აქ. ის ქრება. ახლა კი გავაჩინოთ. ის ისევე ცარიელია როგორც იყო. დავკეთოთ ის. დავკეთეთ. და ოსციანჩდება მასში. აი ეს. ახლა გადავიდეთ მის სწავლაზე. ამ ხრიკისათვის დაგჭირდება მომზადება. დაგჭირდება 2 20-თრიანი და ჩვეულებრივი ასანთის კოლოფი. ესე რას ვაკეთებთ? ვდებთ ამას აი ასე და 20-თრიანს ვდებთ აი ასე. აი და სადამდე შეგვიძლია აი ხედავთ ასე. აი სადამდე შეგვიძლია გავუწევთ. ძალიან ცალ. რომ აყოლებმა ვერ შეხედოთ.
და აი ასე ვანახეთ მაყურებელს, ის რა თქმა უნდა ვერავის ვერ მიხვდება, აი ასე თუ გინდათ, მაგრამ 20-იანი რჩება აი აქ. ამას ვდებთ ასე შიგნით არ ვდებთ აი ასე ზუსტად. შემდეგ რას ვაკეთებთ? ვიღებთ 20 თეთრიანს და ვიდებთ აი აქ. და ვაკეთებთ შემდეგ მოძრაობას. აი ასე. დაგვი. აი, როდესაც ხელს ასე ვატრიალებთ, ცერათითით ვიჭერთ 20 თეთრიანს. ვატრიალებთ, აი, იმავდროულად ვკეცავთ აი ამ ხელს, აი ასე. კიდევ ერთხელ დავდევით. და შემდეგ მაყურებლის ყურადღება გადაგვაქვს აი ამ ხელზე. და ამ დროის განმავლობაში გამოგვაქვს ეს ხელი და 20 თეთრიანს ვაგდებთ ქვემოთ, ან სანვე, ან ჯიბეშვილი, დარქმე ხელო. მაშინ როცა ყურადღება არის ამ ხელს. ამ ხელს ნელა ეს ვაკეთებ თითქოს არ გვაქვს მოვშლით და არ არის არაფერი. მერე ვიღებთ ასან სკოლობს და ვეუბნებით რომ აი კონკრეტავის ცარილია ასე შემდეგ ვკეცავთ აი ამას აი ასე ოღონდ ცერათით აქ გვეჭირს რომ 20 თეთრიანი არ გამოვადეს. შემდეგ ვკეტავთ და 20 თეთრიანი უკვე შეგინით ამოვა და აი მიხეთ. და ბოლოს ეს იყოს ერთგვარი ბონუსი. ეს არ არის მაგიური ხრიგი, უბრალოდ როგორ ავანთოთ ორიგინალურად ასანთი. ყველა ანთებს ასანთს ალბათ აი ასე. მაგრამ ეხლა განახსოვთ სხვანაირ ანთებას. ვიღებთ ასანთის ღერს და ვიკავებთ აი ზუსტად ასე. და აი ამ თითით ვაკეთებთ შემდეგ მოძრაობას. აი ასე. ეხლა ვადებთ აი ამას. ძალიან ცოტა მოშორებით. და ვაკეთებთ აი ასე. და ეს რა თქმა უნდა იწევს შემთება. მოდი კიდევ ერთხელ. ესე გვიჭერთ ასანთის ღერს აი ასე. ვიგოთ. და ვაკეთებთ. ძალიან ადვილია, ცოტა გაივარჯიშეთ და აუცილებლად გამოგივართ თქვენამდე. ამით ჩვენი ვიდეო დასრულდა. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ ის. ასევე ნახეთ ამ ვიდეოს პირველი ნაწილი აი აქ. გამოიწერეთ არხი აი აქ და ნახეთ ძველი ვიდეოები აი აქ. მომავალ შეხვედრა.